მოგესალმებით. ეს არის Raymond Roots-ის პირველი ეპიზოდი. არ დავიწყებ საუბარს იმაზე თუ რაოდენ დიდი ადამიანები არიან აქ ჩართული ამ პროექტში. თქვენ თვითონ ამას ყველაფერს ხედავთ და ამ ყველა ადამიანს იცნობთ. მინდოდა რომ განსხვავებული შეფასების სისტემა მქონოდა, ამიტომაც ვაფასებთ 3 კრიტერიუმით. რომელსაც წავიკითხავ, იმიტომ რომ ვერ დავიმახსოვრე. ყველაზე მთავარი რაც არის ფანჩი. შემდგომ პერფორმანსი, რამდენად კარგად შეასრულებს არტისტი თავის საქმეს. და ტექნიკა, რა თქმა უნდა, რომელიც მნიშვნელოვანია და მომზადების ხარისხი. ჯამურად თითო არტისტს შეუძლია დააგროვოს 90 ქულა და ქულების სხვაობით გამოვლინდება გამარჯვებული. ხო, შეგიძლიათ რომ გამოიწეროთ არხი, გამოვყვეთ ჩვენს გვერდებზე, იმისთვის რომ შევძლოთ თქვენს უფრო ხარისხიანი პროდუქტის მოწოდება და რავი, უბრალოდ მადლობა რომ აქ ხართ. ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ორი უძლიერესი ადამიანი. პირველ რიგში პელე, ყველა კარგად იცნობს და ერთი რეიჯი პელეს. და ჩვენი ნიუკამერი, მაგრამ ამავდროულად ძალიან კარგი ბეთელემსი, სტიჩი. იო, პირველი რაუნდი, პელე. Let's go. Instagram-ზე დამირეკა დიჩი მრაშვები ჯიმა რა ვახარ. საგაიფო ჯიმა, შენ თვითონ რა ვახარ. Cool, brother, cool. ბეთლის შემოთავაზება მინდა თუ ხარ თანახმა. იასნია ჯიმა, როგორ არ ვარ თანახმა. როგორც ხედავ კიდევ გაანათეთ სიმბოლო გოთემის თავზე, ალბათ მოგბეს და ფანჩები ანეკდოტების მსგავსი, ჟანრს უტევენ ყიფჩაღები არ აქვს შანსი, ყოველი ბარიშინა არსის გარეშე, ნამდვილების სადღე გძელო შევსვი თასით, ამ სუფრაზე არ იქნება თქვენი ფარსი, ამისი შანსი არ არის. ამის შანსი არ არის, მაჯაზე უნდა გადაგირტყათ როგორც პრასი, ეს არის ნამდვილი ბაზარი, დანარჩენ ბოსტნეულთან ერთად უნდა დაგაწეროთ ფასი, როგორც ჩანს კიდევ ერთხელ უნდა მოვირგო სუპერგმირის კოსტუმი და გადმოვიღე უჯრიდან მწვანე პუმა სპორტული, დგავარ სახურავზე, მიფრიალებს პლაში, ხედავ ბეთლერებს დედა აქ მოტყნული, გადავტენე ყველა ფანჩი ჯარის კაცებო შედეგი და ამ ბოზებში გადავხტი სუპერჰირო ლენდინგით. ყველა გმირს სჭირდება საუნდტრეკი. ბოლოს თუ გამოდგა მამაცი, მე ვარ დათვი ზარმაცი, ტყიდან მოვდივარ ბარბაცით აქ, ბანძ გარეპილს ვერ გაგილამაზებთ ბიტი. თუ გინდა სამივე რაუნდში დაგაცდით, დღევანდელი დღე ჩემთვის არის როგორც ფილმი, ჰარი პოტერი და დოკის ძმაკაცი. Yo, დათვი ჯადოქარის წინააღმდეგ, მიწოდე დონ გრიზლი, შენი ბაზარია რიჟა, როგორც რონ უიზლი, ისე ვისვრი დეტროიტში როგორც მაიკ ბიზლი, იმდენი ვსვიბარე პირომ გამინადგურდა ღვიძლი და რატომ შევეცი ამ კინოს, რა სუპერმენი და ბეტმენი როცა ვრეპავ როგორც სკეტმენი და თქვენ სულებს ვიღებ როგორც სპექტერი, ორივე მხრიდან ვიცი დარტყმა, ვარ ამფი დექსტერი როგორც ამფი, ისე ასწორებს ჩემი ტექსტები და ლაბორატორიაში ფუსფუსებ როგორც დექსტერი, ვარ ჯადოს ვარ ჯადოსნური როგორც ბიძია ფესტერი ან 26 ლესტერი, ვარ ტრიქსტერი როგორც ჯესტერი, ჩემთვის ბარების გასაღები არის ბიფი, თითქოს ვიყო ჰანიბალ ლექტერი. არ დაგიტოვებთ ერთ ბიტს, ამ შენობებზე დავდივარ გოძილას ნაბიჯებით, შევეცი ბრედ პიტს, ხელში ამოვიდნენ უსახელო ნაბიჭვრები. მოიტანა. ეს ბავშვები გაბოროტდნენ, თვითონ გამოიწერეს ხარაკირი უნდა გაგჭრა ორ ნაწილად როგორც ახალგაზრდა ანაკინი აბა რა ვარსკვლავური ომები მოგინდათ, რომელმა დაგეგმა ეს კლოუნების შემოსევა მიმბაძველების გამოფენა, ვარსკვლავური ომები ეპიზოდი 2, კლონების შემოტევა. შენ ვერ მოესწარი Battle Raps, რომელიც იყო როგორც Star Wars-ი. მაშინ შენ ორიანი ყვებოდა გრამატიკაში. რადგან ეს ხდებოდა დიდი ხნის წინ შორეულ გალაქტიკაში. შენ ხელში გიჭირავს იარაღი. მე არ ვიცი როგორ გავიგო ეს.
ერთადერთი რაც ვიცი, რომ იარაღი თურქულად ნიშნავს ყლეს. ისევ მესიზმრებიან ეს ჭინკები ღამე, მე არ მეშინია თქვენი, ხელში დინი და სემი, ეგზორცისტი ვარ თქვენი, თითოში 16 ვერცხლის ტყვია, დადაჟი არ მინდა მაგდენი, მაქვს კიდევ 2-16, როგორც ქალი და მალდერი, მე მჯერა რომ ვინც არის ბეცლავებს ვალჰალაში ვერ მოხდება. ეს სიტყვები არ არის უბრალოდ პიარი, ხელში უბა და ივარი, უნდა აირჩიო ერთი, უნდა აირჩიო ერთი, ან უნდა აირჩიო ერთად, უნდა ვიბეცლაო დღეს, ხვალ რომ ვიქეიფოთ ღმერთებთან ერთად, მაგრამ უნდა დავამთავროთ ქართული ვესტერნით, საბჭოთა სპეცეფექტებით უნდა დავიწეროთ ფრაგები, აქეთ ხელში ხარება, აქეთ გოგია, ფულს არ მოიტან და ამაიდე ელაპარაკები. Yo. Ragela parako tazze არა ვარ ვერაფერს მიახსევთ შანსი არაა რეპერები ხარ და ბარი არა გაქვთ თან მეგრელები ხარ და პლანი არა გაქვთ ბაზარი არა მართალია თუ ვინმე იტყვის რომ აქ ვარ ფულის გამო და უფასოდ არ შევიბერტყე ყური ვარ როგორც კასპელი ზაურა და უნდა ვსჭამო პური რამდენი წელი ვაკეთებდით უფასოდ, მაშინ სად იყვნენ ესლამერები, სანამ გვექნებოდა ჰონორარი განათება ან კამერები და დღეს ჩემო ხოდილზე მოხვედი შენც. დაგითმობ ჩემივე მოყვანილ კრაუდს და როცა დიჩი გადამიხდის მეც, მაშინ დავწერ მეც ამაზე უკეთეს რაუნდს. მოდი, ნახოთ პირველი რაუნდი სტეიჯში. Go! Let's go! ყველა ოპონენტს ეუბნები რომ შენი ფანია. მაგაში მართლადებს მართვალი სიმართლის. ვიცი მეც მეტყვი, შენ ჩემი ფანი იყავ. დიახ, ვიყავი. მაგრამ გავიდა დრო, დღეს ვარ ვიზავი, მეთქმის მადლობა, თუმცა რთულია ვაღიარო, რომ იმპელესგან რაც დარჩა არის მარტო გრაციანო. მახსოვს პირველად როცა გამოჩნდი, ბომჟის მანზე, მაგრამ ფანჩების გამოფენა. წვერი ხავსივით ალბათ არც ქონდა ჩოთკი და დომინოს ეფექტით სულ ყველამ ჩამოგწერა. Easy. არც განათლება და არც დიპლომი. ამ college dropout სეზონის წაუღია, მაგრამ როგორც კანიემ პრაიმში აურია. ბევრი მოიცა ეს ეტაპია. როგორც კანიემ პრაიმში აურია. ბევრი გეძახის ამ ჟანრის გოუს, თუმცა გიგულს შემატკივრო რთულია. როგორც კანიეს ებრაელები ჩვენც არ გვევასა რამდენი ურია. ხო და მისმინე და რასაც გეტყვი შეიფერე. მე მინდა ძველი პელე, ვინტაჟი თესლი პელე, ლურჯი ჯემპრი, მკლავი მაღლა, იზდი ღმელი პელე, არა ახალი პელე, ნიკის ნაჯვამი პელე. ერთით ნოლი თუ გავაგრძელო. კაი. მე მინდა ძველი პელე, ვინტაჟი თესლი პელე, ლურჯი ჯემპრი, მკლავი მაღლა, იზდი ღმელი პელე, არა ახალი პელე, ნიკის ნაჯვამი პელე, მოსესთან რაცქენი ეგრითმა ხო არ არის პელე, 20 თვრა მეტის პელე, იანგმაი კის პელე, ბოზო ჩართე ტიკტოკი, მე მინდა ის პელე. რას მეტყვის დღევანდელი მარტო ძველს ქონდა ფანჩები. ახლა მთელი რაუნდი მკითხაობს ოპონენტი რას ეტყვის და გამოიცნობს კიდეც. თვითონაც კარგად იცის სადაც შეცდა. ჟიური იტყვის რომ დამახვედრა. კი მე ჩაგაჭერ სადაც ჩაიჯვი და თუ არ მოგწონს არ ჩაგეჯვა. ხომარტივი. Makes sense. პრობლემა არ არის რომ ვერ თანხმდებით. თუ შეთანხმდებით ბოლო წამს აღარ დაასტოპო. შენ არ გინდოდა რძედაყველი და იმდენი მძღნერი ჭამა შეგიძლია აწარმო. ქურომას თემაა. ვნახე ვიდეო 4 რომ ბაზრობთ. უამრავ კითხვას ბადებდა თავში. მაშინ ჩემ კუმირს ნიკისლოურო ასე საქვეტნოდ არ წვენდა ხალხში. ყლეხა რო გითხრა და ყბელა გაჩუნდა და ჟე დროისლა გაჩერდა კადრში. ნუ თუ დიად პელეს იქ დაავიწყდა როგორ უნდა დაერტყა ფანჩი. მაგრამ ამბობდი რომ იზამდი. როცა ენემი შეექმნა მსგავსი მომენტი, იმან მოარტყა მიზანში. შენ მაშინ იძახდი, მეც დავარტყავდი.
შენ მაშინ იძახდი, მეც დავარტყავდი. მაგრამ ვნახეთ რომ არ დაიჯერება შენგან ნათქვამი. იმ დღეს გაგინა KMC-მას და მეც მომიდა მეგინებინა, როცა ერთად გნახეთ ლაშა გელაშვილის ვიდეოში. მაშინ ჯერ კიდე ფანი ვიყავი, რასაკეთებდა ვგიჟდებოდი. ვუყურე პირში როგორ უღიმის და სიმწრით ვიცინი არა და მახსოვს რაც აკადრა 2 კვირის წინ. არც უფიქრია ამის დრო არ არის ჯერო, მაგრამ არასდროს ქონია პრინციპი. მარტივი. თესობა იყო ვერ მიხვდნენ. დაიკიდე შენ ხომ მიხვდი კაცო. შევკრავ მასალას. შევკრავ მასალას. არ მინდა რამე ზედმეტი იყოს ჩაკვეხებული. ვისწავლი ტექსტს და 2 დღე არ არის გასული, ახალი ყლეობა გაკეთებულია. ძალიან ნახდა დამართლებ იმ ფრისტაილს, რაც ყველა პოდკასტში იბაზრე. იქცევი მართლა პრარაბისავით ყოველდღე მასალას მიმატებ. ვერაფერს სწავლობ წარსულისგან, ამიტომ იგივე აწმყოს განიცდი. შენ ხარ ლოთი და უკან არ იყურები, ამიტომ ყოველთვის გაკლია მარილი. ფლოუ არ აქვს, მაგრამ თესლი ტექსტია. ესეთი ხმა კი არ შეშინებია. ბიტი ყველას ბრალია პელეს გარდა. უყვარხარ და პატიობს დარბაზიც. კანი შავი როგორც ნახშირი, მაგრამ ზეწოლის ფონზე ვერ ხდები ალმასი. ამიტომ მე შემიძლია რომ ყველა ბარში ფანჩი ვიბაზრო. შენ ნახევარვერს იმას დაუცმობ, შენი ქცევისთვის თავი იმართო. სკოლაში დარჩი და სწავლას მიხედეთ, ვამრჩევას ბავშვებს ტრეკში აძლევდა. ჯობდა შენ სკოლას და სწავლას მიყოლოდი, იქნები გესწავლა ხელი საწეო. რა შაბეჭდილება დამრჩეს შენზე? ყველა მსურველს შეუძლია თავზე შეგდგეს. შენ სხვაზე მეტ მხატვრულ ხერხს ამატებ ვერსებს, მაგრამ რო გესმოდეს თემა ვერ დაგიწერდი ესე. და ოკეი. არ გიყვარს სიტყვაზე ჩხუბი. შენში არ შედის ეს ძველი თბილისური შემართება. ბოლო როგორც რეპერი მეც მაგრამ ევასება. მაგრამ მოდიხარ ბეთლზე და იმიჯს იქნი რომ შენ ხარ დამტყმელი და ეგ უფრო დიდი 100 წელვაა ვიდრე მოსესთან რაც ხენი. ძალიან შედის იქაც. იქი დილეია. 2 წამი კითხვა მაქვს რა. პელესანმა კითხვა. ეგ რა იყო? ანუ პირველად რომ ნახე გამოვშლელი. ეს ფანჩი არ არის, ანუ სვეტში მაინტერესებს ეგ ყლეობა რატო ხენი. მართლა. არ მეუბნები. იმედია დღეს მაინც აპირებ გარითმას. თუ არა და არც ვიცი რა გითხრა. ცალხელში მიკროფონი, ყურზე საყურე და გაბეცლეთ მონოჰოლში შენ და მაიკლა. ეყოფა. მოდი ეს რაღაც სიმხურვალე არ გავანელოთ და პირდაპირ ყელე მეორე რაუნდი. Let's go. Yo. თქვენ თუ იცით რას ერითმება სტიჩი? მართლა. დოკი არა და მეორე ბიჭი. Let's stay. უკეთესი ნიკისთვის არ ქონდა ნიჭი. სნიჩი. კრინჯი. ამ ბავშვებს სიხარულს მოუპარავ როგორც გრინჩი. და კიდევ იცით რას ერითმება სტიჩი? აქ არ იქნებოდი რომ არა დოკი და დოკი აქ არ იქნებოდა რომ არა დიჩი. ბევრისთვის ბეთლი არის უბრალოდ დრამა. სამწუხარო ჩვენთვის ეს ხალხის ნაწილმაც ჭამა. იქცევიან ბავშვები ვით ყველა ოცნებებში მიფრინავს. იქამდე არ აღებენ პირს, სანამ არ გაუკეთებ ფიფრინავს. კომპლექსები ადამიანზე ლაპარაკობს ბევრს, მათი მუქარასას აცილო ჟღერს, ყველა თავის პონჩი რაღაცას წერს, მაგრამ თქვენი დრილის მენას მირჩევნია ვუსმინო დრელს, ვანაცვლებ დილის მენას, რადგან ჩემი სტილის მენას, უნდა სკილი ენა მდიდარი რომ წყვილი სქემა გახდეს უფრო მსხვილი თემა და იმის მენას რომ ბაიტერი დაწერს ჩემი სტილის სცენარს, რაც გინდა დაარქვი ბუმბეპი თუ ტრეპი, რადგან ყველა ბიფის ავტორი ვერ იქნება შეფი, მათი რეპთან ქიმია როგორც ლიმონათი შხეფი. ახლა ნახავ როგორ უნდა გავათამაშო ბლეფი, შენ ხარ გაზონის ელფი და ჩემთან თუ გინდა სელფი, მე ყოველთვის დავბრუნდები როგორც დომენიკ მერფი. Yo. შენ თუ დაგევასა პანჩლაინი, მე მატრიცაში ახალი გარღვევა ვიპოვე, რადგანაც დომენიკ მერფი ვაფშე არ არსებობს, მე გამოვიგონე.
ზუსტად ასე შვებიან ბანძი რეპერები. იმის მაგივრად რომ რამე თესლობა იფიქრო, შეგიძლია გააძრო ნებისმიერი რაღაცა, პროსტა ლაინის ბოლოში უნდა იყვირო. და თუ რეპავ ბიტზე და გინდა რომ რამე მნიშვნელოვანი თქვა, მაშინ უბრალოდ ესეთი ფლოუთი უნდა ქნა. Yo, umi hip-hopi უნდა შეჭამო ცოცხლად ვერ დაღეჭავს ამას ფეიკი. მე ვასება ცოტა სისხლიანი სტეიკი. ზოგი არის ტრევის სკოტი, ზოგი დრეიკი. ამ სოფლელებს ვატერორებ როგორც რეიკი. Yo, ვიფი არასოდეს არ მთავრდება ნიჩია. თქვენ ხარცხვრის ფარა კბილში გამეჭხირა ჩიჩია. ინტრიგანი ტიპები ეძებენ პრიჩინას. ამ ბიფის ნაწილისგან ზამთრისთვის ვაკეთებ ვიჩინას. Yo. მიდი გადმოვალაგე ჩემი წარსულიდან ბინძური თეთრეული. იმდენად შემეშინდა დავეცი. მომიყევი ჩემ ცხოვრებაზე ფაქტები, რომელიც მე თვითონ არ ვიცი. მიმახვედრე ისეთ რაღაცას, რომელიც მე თვითონ ვერ გავიაზრე. ფაქტები, რომელსაც იმდენად უმალავდი, რომ სადღაც ინტერვიუში ვიბაზრე. ისევ შევურიგდები ნიკის. შევურიგდები ნიკის, შევურიგდები ჭიას, ისევ დავждები პოდკასტში და გავაბოლებ ტრიაქს, ჩავუჯდებით ნარუტოს მე და ჩემი ძმა გელა და ვისაც პრეტენზია გაქვთ, ტრაკზე მაკოცებთ ყველა. ამას ვიზა მიქამდე სანამ ჯოჯოხეთში ცხელა, ისევ ჩავაქრობ შუქს, შევარდნაძე თეთრი მელა თქვენთვის საშიში ვარ როგორც ფილმი წყევლა, მოჩქარეს მოუგვიანდა და საქმე აკეთენ ელად და სანამ ტვინებში ბნელა, აღარ დადო მეტი ფსონი, შენ გონია რომ ხარ თესლა, მე ვარ ტომას ედისონი, მართლა მინდა რედისონი, ტყუილად არ მithქვამს ეს, მინდა კარგად ვიყო დღეს, შევეცი სიღარი ბეს, სანამ ეს კულტურის აფთრები ელოდებიან ლეშს და მატენით მარტო ტრეშს, მოვითხოვ მარტო ქეშს, კიდევ მინდა გავიმეორო ეს, მივმართავ ოპონენტს, მივმართავ კრაუდს, როცა დიჩი გადამიხდის მეც, მაშინ დავწერ მეც, ამაზე უკეთეს. მეორე რაუნდი სტიჩ. მე არ მაქვს ტრეკები. არც არასოდეს მისდია ჩაწერა. ვიცოდი მაინც არ შემეძლო ბილბორდზე შენი გასწრება. აი. მე ჩემი საქმე მაქვს. ვაკეთებ იმას, რაც მე ვასება. ვარჩიე თავი ამ ქვეჟანრში მეცადა. არც რეპერი და არც პოეტი, მაგრამ მე როლექსი დავდო, ეგეთ ვერსაჩი ერთს ნახავ. ჩემი კარგი. მაგრამ შენ ხო გაქვს ტრეკები? ნამდვილი ჰიპ-ჰოპის როკსტარი. პლეილისტების ტოპ-10, კლასიკოსი, მოცარტი. პელე ამ სფეროში სტაჟიანია, მასთან მე შანსი არც კი მექნება. ისეთი მაგარი ალბომი დადროპე, რაც არ უნდა სადო არ ისერჩება. არ ისერჩება, სვეტიან, დასერჩეთ. როგორ არ ვცადე მეძებნა? რა უნდა მაჩვენოს ამის ტრეკებმა? მეტაფორა შედარება თუ პარალელი, მაგრამ ვერსად გადამეკვეთა. არავინ უსმენს. არავინ უსმენს, არავინ იცის, ბოლო-ბოლო სატრაქში ვნახო და ისევ შენს ბეთლზე გავიგე, რას თქვი, როცა დაგცინეს მაგის გამო. ეხლა ნახე. წერე ტრეკები რამდენიც გინდა. მსმენელი შენთვის არ მოიცლის. სასაცილოა პელეს ვაგდებ, მაგრამ იგივეს არ შვება ალგორითმი. აი ეს. ბოლოს როგორც იქნა ვიპოვე. წერტილმძიმით მომიწია დასერჩვა ველში. იმდენს გაქებდნენ კლასიკას ველოდი და როგორც ანანის კარგი რამე არ შემჭა ხელში. თან მეცინება, თან ვუყურებ, თვალებს ვერ ვუჯერებ და ვაშტერდები. ტრეკებს დაარქვა ქეირო, ხვედეს და სინი ზუსტად ეგეთი სახელები. ყურე, ლიმბო. რაღაცას ვერ წყვეტს. ალბათ სლოტების ტრიალს. თვითგანადგურების რეჟიმი. რით დაგეხმარო ძმაო, რა შემიძლია. ინფერნო, კაცი ჯოჯოხეთში. აი, კაცი ცოცხლად დაიწვა ჯოჯოხეთშია, ნამყოფ, მაიცა კაცო. კაცი ცოცხლად დაიწვა ჯოჯოხეთი აქვს ნანახი, მაგრამ შემდეგ ტრეკს ფენიქსი ერქვა და დავწყნარდი. ალბომი სავსეა კლოუნის ცრემლებით. მატრიცაში ხარ გაჭედილი ერთფეროვნებას ვერ ცდები. მეგონა უსმენდი ემოგოგოს, ნუ უსმენ ხალხს გაშალე ფრთები. ამას ხო გვეტყვის ინფლუენსერიც. შენ თავს არ წმუნდებ, მაგრამ დაღალე სხვები. ეგ ფრაზები მხდება საგიჟეთში.
რიჟრაზე დახატული კაცის ფონზე. ოდნოკლასნიკზე 5+, Facebook ჯგუფებში кайფობენ. ვერაფერს გვთავაზობ უფრო ღირებულს. შენგან ფილოსოფიას არ ითხოვენ. ნუ ცდილობ განაცვიფ რო წიგნის ჭიები ეგ პოპულიზმი დაიტოვე. შენ უნდა იბლატაო და ხალხი იღადავებს. ვის ადარდებს წინას და ხო ეგ აგინდა. ვის ადარდებს წინასდადებს მორიგი პაცანი, ნაცადი უამრავი სიტყვა და არაფერი ნათქვამი, არ ხარის ვისაც აქ რაღაცის მარაგი, გვინდოდა მოგწონებოდა და დაიყარა ამ ხალხის ფარხმალი. ბეჭლებმა ჰაიპი გაჩუქა. სურათებს გთხოვენ დაიწყეს შენი გაპიარება. გაქ რეაქცია, მაგრამ ამ სტატუსითაც არ შეგიძლია აზრის გაზიარება. ხო და კარგი, მაიცა. მაგრამ ხო და კარგად ჩაიცვი. გაიზმანე. სანამ გამოხვალ დაიბანე, დაივარცხნე. აიცა, არ დავსინი, მაიცა. კარგად ჩაიცვი, გაიზმანე. სანამ გამოხვალ დაიბანე, დაივარცხნე, შემოვარდი პერფორმანსით. იცეკვე ბოზო გაგვართე სანამ ბეთლი მორჩება. ისექენი რომ შენც მოგეწონოს, რადგან ეს უნდა იყო მთელი ცხოვრება. უფრო მეტი შეგვიძლია მგონია, მეტი. მაიცა ბაზარი არა. დამაკლეთ პერფორმანსში ყველაზე მკიდია. აქ ალბათ ყველას მაგრადევასები, მაგრამ არავინ იცის ტრეკში რა გითქვია. მე და შენ ზუსტად იდენტური შედეგები გვაქვს, უბრალოდ მე ჯერ არც მიცდია. ოკეი. იქნებ დაიკიდა. პროსტა ბეთლავ და მაგარი კიდია შენ ვინ გახსენა. უბრალოდ რომ თავისი ჭია გაახაროს, ესეთი კაცია ჩვენი ძმა. ისე იქცევი, თითქოს არჩევანი გაქვს. თითქოს ფეიმი კიდია, მაგრამ გიყვარს სპორტი. ძალიან გინდა იყო კურტ კობეინი, მაგრამ რასაც გიგდებენ იმას კორტნი. ლაპარაკობ მატრიციდან გამოსვლაზე, მაგრამ შესაბამისად არ იქცევი. ვთვლი რომ მატრიციდან თავის დასაღწევა დაგეხმარება საიფერი. არც მანდ არც მანდებ ისეთ საამაყო ხარისხს უთითებდე და ამბობდე ჩემს ავიწერეთო. ენერგეტიკულ ჭკუას არიგებდი მე დამიჯერე და ვერ დაგიჭერენო. ფაქტია მარტო პონტისთვის ვარ გიხარ, მუსიკის კეთება არ იცი. ამ ჟანრის მონახარ ყურმოჭრილი და მაინც ვერ გახდი არტისტი. კაია, რეაქცია კაი. ოკეი. შენ ხარ კარგი ბეტლ MC bro. შეგეძლო ჩვენზე დრო დაგეხარჯა ტექსტი დაგესწავლა, მაგრამ დაგეზარა და დაგეკარგა წოდება. ტოტო მიმდენი დაგცინა, ძროხებს ტყნავო, ბოლოს შეწყვიტე მოგება. არ ვარ ენაისი რომ ვიძე მეღადა ბოდიში. აიცა რა იყო? ჩემთან ამაღლებაც ვერ მოგიტანს გამარჯვებას დატოლებით. მე ვასრულებ კრეატივით, აზროვნებით. შენ რომც იყო დათომეზი, ჩემს წინ გაბეცვისაც მაინც ნათიას ხელა გამოჩნდები. არ მბოჭავს ეგ ბანალური ჩარჩოები. ვრეპავ დიდ სურათზე, როგორც ნახატი ჰოგვარტსიდან. შენ ისე თვითზე ხარ, რომ ჩაუარო თვალს აგარიდებს მონალიზა. კონტრას უთხარი, ჩემს ალბომს მოусმინე და მაღლა ახვალო. მაგ ტყუილის გამო დღემდე ვიტანჯები. ადრე მეც კონტრასტანზე ვიყავი. მერე მოვусმინე და მაღლა კი არა სიგანეში წავედი. მონტანამ დაგცინა, სტაფი აღარ დარჩა, იმდენი გამცირა, ჟიური მხმამიცა. შენ გაიბუტე და როგორც გშვევია ვლოგებში ატრაკებდი. კაცობა გეყოს და წაგებაც აიტანე, შენ და ფანები დაირაზმეთ და ჟიურის აბრალებდით. რო დაიბადე და ტირილი დაიწყე, მას მერე არ გაჩერდი. არც აგიხსნა ვინმემ და არც მოусმენდი ვინმეს რო ეთქვა, რო შიგაკ და შენში რეპი კი არა, შენშია პრობლემა. აიცა დღეს იგივე აღარ მოხდება. რეპავ ზურიკოს, გროტასკის და ენაისის გვერდით. ეგ მაშინაც მიზეზი იყო, თორე შენ რა იცი რეპის. მონტანას ხმამისეს პოტენციალისთვის. შენკენ იქნებოდა დედამიწის ცენტრი. გეტყობა twin-იც რო ცენტრში ჩატოვე. გააჯვი ეხლა ჩვენ სხვები გაგვართობენ. თუ კიდე ვერ გაიგე რას გეუბნები, დავაი ნახვი პროექტი დადავე. თურმე არ ქონია ჯეილოს ტრაკი.
რა ეწყინა? ჟიური შეცვალეს და მაშინაც ვერ იგებ. თამადა კი არა, სიმღერით მოგიგებ. ჟიური რო იყოს მარინა ბერიძე. всё, რაუნდი. მაური, მეგობრებო. დიდი ხანი იბადრე რომ მესამე ვისწავლო. მესამე რაუნდი, ყელები. იო, ჩემი ტრეკები არის ერჩება, მსმენელი ჩემთვის არ მოიცლის. ისეთები იბაზრე აქაურობა დატოვე ორსული. ბებია შენისა მეს ხალხი სულ შენს გამოა მოსული. ეგეთი რაღაცის მოწევას მირჩევნია გავიკეთო შპრიცი. იცი რა ტეხავს? როცა ხარ ჯენზი და ოდნოკლასნიკები იცი. მოსესთან მეც დამავიწყდა ტექსტი, მაგრამ ეგეთი რაღაცა არ მიკადრია. იმიტომ რომ ესეთი არის თამაში. სად მივხვდი რომ არის ჯენზი? 5 წუთი ვერ გაძლო ტელეფონის გარეშე. მე გავაკეთებ gun bars. ფეხებზე მკიდია როგორ მიიღებთ ამას. სანამ პარაბელუმის გვირაბის ბოლოში სინათლეა. მაგრამ მე არ ვატარებ იარაღს. თქვენ რასაც რეპავთ ხო ყველაფერი სიმართლეა. მე გადმოვიღებ დიდ-თობს, ამ ცხოველებს დაეწყოთ მანდრაჟი. მიწოდე სტივ ჯობს, ყველაზე მდიდარი ლექსიკა ქალაქში. არა, სტივ ჯობს, ყველაზე ძვირფასი ტექნიკა მარაკში. არა, სტივ ჯობს, რადგანაც დავიწყე გარაში და დღეს მე ვაკეთებ ჰიპ-ჰოპს, ყველაზე ლეტალურს თამაში და რახან მიხსენე TikTok, მაშინ ნახოთ რა დევს ჩემ ჩანთაში. მე კითხებოდა ბევრი, ვისთან გაქვს ბეთლი? ვის მფარველ პლანეტაში შევიდა სამხედრო ეტლი მე ყოველთვის ვამბობდი არ ვიცი. დოკის ძმაკაცობა იყო ერთადერთი პრესტიჟი და ერთ მშვენიერ დღეს ჩატში მოგვივიდა ამ ტიპის მესიჯი. დათა გულია დიჩი, გადავწყვიტე ჩემი სახელია სტიჩი და ბანერზეც დაწერეთ ასე. ანუ იგივე სახელი, რაც უნდა დავწეროთ საფლავის ქვაზე მე მოვედი აზრზე. მე შენ გაჩუქე სიცოცხლე, გაჩუქე მსმენელი, გაჩუქე მნახველი. და რა პასუხი უნდა გამეცა თქვენთვის? ერთი კვირის წინ თვითონ არ იცოდა თავისი სახელი. შენი ბაზარია როგორც ლილო, მაგიტო დაირქვის ტიჩი, შენებური ფანჩებით არ გაწყობს კლინჩი, მაქსიმუმ თუ ამ თამაშს უპოვე გლიჩი და მიძახე ბრუსლი, მეყოფა 6 ინჩი, არ მეყოფა 6 სტიჩი, რომ გადამიხადოთ მართლა საკმარისი, მართლა არ არის საკმარისი 6 დიჩი. მართლა არ არის საკმარისი 6 დიჩი. მოსკამ თუ სკაირეს საჯობა ერთი მარცვალით, გროტასკამ ნიკის და რაც გააკეთა ჩინელებს არ უნახავთ მაგდენი ბრინჯი. და რამდენი ყოფილა ეგეთი კრინჯი, რომ შეურაცხყვეს ბეთლ რეპის მასიური საგვარეულო, ბიფს მოაკლდა სიცხარე, მოვიტანე აზიური სამზარეულო. Yo. ეს ველური სტილია მიქსია ინგრედიენტი X და ველური მოცვის ეს ვასაბი არტოვებს ოფციებს ლოცვის ეს ყასაბი გაწვდის ამ პორციებს ხორცის ეს ლაინები როგორც კაი კოქსი დარტყმები გეგონება ტაიბოქსია მათი სამყაროა ტოი ბოქსი და მეც ვანგრევ როგორც როი ჯონსი და ბაიტერის ნათქვამი სიტყვები არასდროს შეიცავს ნეიროტოქსინებს მეც ნეიროლინკივით გადახლართულია ინფორმაცია ჩემს ინტელექტში წლების მანძილზე რაც ჩვენი შევქმნით თქვენ უბრალოდ დასერჩეთ ინტერნეტში ყოველი რითმა ყოველი საუნდი, ყოველი სიტყვა, ყოველი რაუნდი უწევდი სიმძიმეს, ალი დაუდი დარტყმები, ტეკენი, სამი პაული, galaktionis flows, ვასა წყაული, რითმები ივენთის დღესაც წაული და დღესაც ამ ჯუნგლებს აუვლი, ჩაუვლი, როგორც მაუგლი, ვარ რეალური ლეგენდა რაული და ეს ფანჩებია სასწაული, მიწოდე რაული თუ თარაული. ვერბალური ბრაული სიტყვები თუ არ სითხები დარტმაული თქვენ ხართ ვირთხები ნაცისტები ზანგბაული ვარ ჯი როგორც მაი ვიდეო პაპიროზი მომაწევინე კრაული Yo თამაშობ რეპს ორლანდო ბრაუნი შევეცი პილტოვერს ჩვენ ვართ ზაუნი ჩვენ ვართ ბევრნი
შევეცი Piltowers, ჩვენ ვართ ზაუნი, ჩვენ ვართ ბევრი, Chinatown-ი, underground-ი, შვილი ვარ Spawn-ი, მესამე რაუნდი, დავდივარ წრეებზე, როგორც აუდის ლოგო ვერ აუდის მტვერს, როცა ვარტყავ წრეს, თვითონ აუდის, დაუძახეთ აუდიც, მე არ მიჭირავს ყველი გავდის, მაგრამ რაც არ ქექიას ხელში ამ ქვასაც კი წვენი გაუდის. ვაყომარებ 24 საათში როგორც Jack Bauer-ი, ჩვენი underground flow, როგორც Georgian Water and Power-ი, ჩემი პატარა ძმები ისვრიან როგორც Zig Zauer-ი, სანამ ეს ნუბები დასდევდნენ კილებს, მე ბოლომდე გავფრუში ამათი Tower-ი. Yo. თქვენი წერის ტექნიკა და მწირი ლექსიკა ვერ მაბოლებს სულ რო გავიკეთო შპრიცით. დაწყებული არ გაქვთ ლაინი და მთავრება უკვე რო ზეპირად ვიცი. და დაგისვა მკითხვას. თუ გინდა თამაში. და ვიძახი სიტყვას, რომ თავს დავანებებ რეპს, თქვენ თუ გამოიცნობ ჩემს შემდეგ რითმას. აჰა. Yo. შემოვიდა ძია აქ მიაგნო სვიას და გვამები ყრია გარშემო და შენ ქშია ეს სტილი რომელსაც ნამდვილი ქვია მაშინ ჩვენ შორის მოციქული გახდეს თქვენ გამოიცანით ჩემი რითმა და მე მგონი გავბანძდი ხალხში უბრალოდ როცა ვრეპავ ტყვია არის პირველი რაც მოგდი თავში მოკლე და ლაკონურად მესამე რაუნდის ტიჩი. გრძელი არ მახსოვს. ოკეი. უკვე თვენახევარი წამართვი. ეგ დრო უკან აღარ ბრუნდება. ინტერვიუები, პოდკასტი, ბეთლები თითოს მინიმუმ საათს უნდება ეგენი ჯანდაბას, მაგრამ არ გაპატიებ რომ შენ გამო მომიწია ნარუტოს ყურება. თავიდან მეზარებოდა ამდენი ეპიზოდის წამოწყება, მაგრამ მალევე ვნახე კადრი, რომელმაც მოხდა შთაგონება. მოკლედ, კაი კადრია, კონტექსტისთვის არ გამოვა, რომ არ გაგაცნოთ. სასკე და ნარუტო დააყრიან და საკურა აშველებს რო არ გალახოს. არადა ისეთი გაბრაზებულია, რომ იწვდეს ალბათ ცოცხლად დაახჭობს, აქედან სასკე ეტყვის ხალე ხარო და ნარუტო პასუხობს ხომ არა, რატო? ნარუტო პასუხობს ხომ არა რატო მაგრამ შენ ხო ეგ თემა დაიკიდე აღარ გადარდებს თუ გინდა ჩამთვალე ტრანსფობად მაგრამ ასეთებმა რაც არ უნდა მოიბან მაინც ვერ ხედავ მათ კაცობას ბეთლზე იცი რაც მოხდება მინიმუმ არ მოხდება ადგილზე რაც უნდა ეთქვა ვერაფერი იქნა და გულში რაც ედო როგორც ჯიუნამ ბეთლზე დაიწყო ამოღება სად იყავი მოიცა ეი დავა როგორც როგორც იცი რა სად იყავი როცა მთელი დღე გეძებდნენ კამერის გარეშე რატო ვერ შეგხვდნენ ტიპი მთელი დღე არსად გამოჩნდა მაგრამ როგორღაც შეძლო და ინსტაზე დაპოსტა ყველამ დაამუღამა რომ ონლაინ ტროლი ხარ და ვერავის რესპექტი შეინარჩუნე შენთვის ონლაინ შიკობაა ავტომატიკა ამიტომ ვერავის ხვდები ნეიტრალურზე ჩემი კარგი მოვყან მესწავლა ამიტომ ვერავის ხვდები ნეიტრალურზე, მაგრამ ბეთლზე ახურებ. მონტანა იუველირის სკილით თვალი არასდროს მატყუებს. და იცი რას ხედავ? როგორ ამბობ? სტერეოტიპებს ვებრძვიო. მხატვარი მშიერი უნდა იყოს, მაგას დღემდე ვერ ხვდებიო. მე მაიქს უბეთლავ და ეუბნები ღარიბი არასდროს ყოფილ ხარ, რატო გევასება რეპიო. მაიცა. ტყუილი იყო პოდკასტში რას თქვი? თუ ტყუილი იყო მაიქს რაც ებაზრე. იქნებ პენტიუმს არ მაქვს მეხსიერება რამით დამეხმარე. ნიკის უთხარი არ მინდა ჩემი უბანი რო ჩავრთო, მე ბეთლზე ებლატავე, ყლე არავის მოჭამო. ამდენი ბეთლი და ამდენი ბაზარი. ბოლოს რას ფიქრობ, რატო არ ვიცით? ერთ აზრზე გაჩერდი, ხო თბილისელი ხარ, ჩამოყალიბდი. მაიც. გორილა ვარო, თქვი და ყველას გაეცინა. ტოტომ ძროხებს ტყნავო. და ყველას გაეცინა. და ქურუმმა გიწოდა ნეხვიჭამია და ალბათ მაგათაც პატივს ცემს. მაიკმა გითხრა სუნიაგდის დაიბანეო და პირველი რიგიდან თავი გაწიეს. ეს ყველაფერი ბანალურია.
ასე შეიძლება ბეთლის წააგო, მაგრამ არავის უთქვამს ეს რეპი არ არის, უცენზურო სიტყვებია მარტო. ყველამ გაიცინა, ყველა დათანხმდა. ამაზე ხალხმა ვერსები ააწყო. ყველა შეთანხმდა რომ შეგეფერებოდა, აი მანდ უნდა გეკითხა რატო. მე ვარ ალკოჰოლიკი, punchline-ს ყველა ბარში ვსვამ. ხო თქვი? ოჯახ, კაია. მაგრამ ეხა ეს ნახე. ამ ბეთლში რომ დათვალონ პანჩები გახვალ ისეთი ფხიზელი თითქოს გედგა ზონდი. ალკოჰოლიკო, გადახედე ანგარიშს, ნახე ჩემკენა ყბელა შოტი. რით გაიქარვებს დარდებს პანკირებელა. წავა და ზელიონაია მარკას გადაკრავს, როგორც კი შანსი ექნება. შენ ხარ ბეთლრეპის ექსკრემენტი, არასდროს ჩემზე მეტი. მე ვარ ის, რასაც შენი ბრალებ, შენი 15 წუთი გაჩუქე, შეგიბრალე. შენ კი არ მოგიტყან დიზასტერი, დიზასტერს მოუტყან შენი თავი. აი შენ კი მოგიტყან ბევრი რამე. Death Note, Noragami, Spirited Away, სრულმეტრაჟიანი. ჯუსის და ლილ პიპის ხსოვნა იყოს. შევეცი მეტალს და მოკითხვა Will Smith-ს გავარტყი როკს. რატოა ყველა მეტალჰედი ასეთი ქორნი? ჰეშტეგია. ლაპარაკობს მეტაფიზიკაზე რომ დაგვაჯეროს რომ წერალია. აქ ხო ყველას აქვს თავისი ჰიპ-ჰოპ ტაძარი. აქ ხო ყველა ცოდნის შადრევანია. შენი ფლოუ ყურიდან დენა სისხლის. გონება კერხერმაც ვერ გაწმინდა. მოკითხვა ნიფსის, ჩემია კაპელა 60-ის, პანჩები ყველა წმინდა. შენ როცა ამბობდი, ვერსი ჩემ წინა დადე, მე აი ამ საქმეს ვაკეთებდი. მაკდონელდს ვერ დავჯერდები. მე უფრო თესლი ვარ, ვიდრე დაბადებამდე, ჩემი მე ვარ უფრო თესლი ვიდრე დაბადებამდე. ჩემი ქმნილებაა პროკრეაცია, საქმეშვები ასეთების გამეტებით. ჩემი კარგი შენ თავს გახვედი, პედალს ფეხი აუშვი, როგორც კრაუდს უნდა მასეშვები. შენი კარგი გამოსვლა როგორც პროსტატის ჯირკვალი სანთლითაა საძებნელი. ჩემი ხო გავისწორე. აი ეს ხდება, როცა ტრაკის თამაშს არ ეხშვები. მოდი ხარ მოუმზადებელი ბეთლზე, გონია რომ ამ ჟანრზე ხო კაი. ვიღაც ტიპს უბეთლა ვაიბ ბარშია, ხო? შეურაცხმყოფელი რაღაც თქვი ჩემზე. ბოლოს გაიჩიტე ფრედი მერკური და ვიღაცა ტიპს დააკვდი ყლეზე. რაუნდი, შეო რაუნდი. მაუს. მადლობა ბრო, ყველაფრისთვის, დღევანდელი დღისთვის მადლობა ძმაო. ახლა კი მინდა რომ ჟიურის მოусმინოთ ყველამ და მინდა რომ პირველი ჟიური იყოს NIC, რადგანაც ერთადერთი მანდილოსანია. გამარჯობა, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. როგორც იქნა გამოცადა, როგორია ჟიურით ყოფნა. პირველ რიგში საოცრად გაოცებული ვარ ნიკათის სტიჩით. ამ ადამიანს ადრე ვიცნობდი, ერთხელ მყავს მგონი ლაივში ნანახი, მაგრამ არ ვიცოდი რომ MC-ის სკილები ქონდა და თან ბეთლ MC-ის სკილები. ჯამში სამივე რაუნდი, მე მგონი რომელიღაც რაუნდი ცოტა ჩააგდე, მეორე იყო თუ პირველი იყო. ხო, აი, რამდენიმე წუთით რო ქონდა პაუზა და უბრალოდ წუთით არა. რამდენიმე წამით ქონდა პაუზა და მე ჩვეულებრივად გაახსენა ტექსტი და მაგას დიდ მინუსად არ ვთვლ, უბრალოდ ერთხელ შეეშალა. საბოლოო ჯამში ჩემი აზრით მეორე და მესამე რაუნდი იმდენად შთამბეჭდა ვიყო. პირველი რაუნდი გადაწონა იმ რამდენიმე წამიან დავიწყებას. ჩემი აზრით ბევრად ჯობდა, ასე რომ 10 ქულა პერფორმანსში პელეს. რაც შეეხება პანჩებს, გასაკვირი არ იქნება, თითქმის ყოველ პანჩზე მქონდა რეაქცია და არა მარტო მე, კრაუდსაც რო თავი დავანებოთ, ძალიან სიგიჟე პანჩები იყო, ზოგადი პანჩებიც და მეტოქეზე პანჩებიც. როუსტებს რაც შეეხება, მე პირადად ნიკას როუსტები უფრო მომეწონა, ალბათ ზუსტად იმის ხარჯზე, რომ პელეს უფრო იცნობდა და უფრო პერსონალური რაღაცები ქონდა. როუსტებში 9, ტექნიკაში ძალიან მაგარი ორმაგი და რამდენიმე მარცვლიანი რითმა ქონდა, ანუ დაბლ რაიმები და ასე შემდეგ. და ასევე სტრუქტურები ქონდა ძალიან სასიამოვნოდ მოსასმენი. პელეს მესამე რაუნდის დასასრული იყო mind blow, პირდაპირ მნიშვნელობით მართლა ტყვია
მოგხვდა ყველას მე მგონი საფეთქელში. ძალიან სიგიჟე იყო ეგეთი მომენტები, ძალიან იშვიათად მახსენდება, ამიტომ ტექნიკა თქვი 10, მოკლედ. ეხლა გადავედით სტიჩიზე, ნიკაზე. ხო, პირველ რიგში რაც უნდა ვთქვა, იმდენი wordplay გქონდა, იმდენი wordplay იყო, რომ მესამე რაუნდში კიდე ნარუტოზე აგებული იდეური ჩანაფიქრი ძალიან მომეწონა და იმდენი რაღაც მომეწონა, ვერც ჩამოწერე ყველაფერი. ჩაგდებები ქონდა განსაკუთრებით მეორე, მესამე რაუნდებში, მე მგონი უფრო მესამეში, დიდი პაუზები. ტექნიკაში ცალკე რო შემეძლოს 10-ს დაუწერდი, მაგრამ ცალკე არ იწერება. ზოგადი ფანჩებიც კარგი იყო და პირადი როუსტები ძალიან მაგარი ქონდა. მოკლედ ეს არის ჩემი საბოლოო შეჯამება. მადლობა ყურადღებისთვის. ახლა კი მინდა რომ გროტესკს მოვუსმინოთ, რომ გითხრას რა მოხდა. Короче, ანუ ძალიან ბევრი რო გავატრაკო, აგერა სკრინი, ვისაც გინდათ მე განახებთ რა. იმენა აი რაუნდი მთავრდებოდა, ვითვლიდი რა, ანუ ვინ რა და როგორ გააკეთა. ბევრი რო არ გავატრაკო რა, შენ ძმაო, აი მე იმედით მოვედი, რომ ვიღაცას ვნახავ, ვისაც არ ვიცნობ და რაღაცა თესლობას გავიგებ რა და ეგ მაგიმედმა გაამართლა რა. უეჭველი გაამართლა, მე ვიცოდი რომ ეხა ადეკვატური ადამიანი პელეს პროსტა არ დაუდგება. ანუ ისეთი პონტია, შიკ თუ არა გაქვს, ან პირიქით შეიძლება კაი პონჩი გაქვს შიკ და ძალიან მაგარია. არ ვიცი თქვენ გადაწყვიტეთ. და პელეს ეხა ვიცნობ და რომ ძმაკაცობთ მაგაზე არა საუბარი, მაგრამ ამან მიიყვანა ბოლომდე რა და ამან მართლა გამაკვირვა. ერთადერთი რაც იყო ტექნიკური საკითხი, რომ ნუ შენი შესრულების ამბავი მესმის რომ შეიძლება პირველად ხარ ამ თემაში, ანუ ესე ხო ხდები რა, ბევრ ხალხში და რაღაცა გასაგებია. ერთადერთი მაგან მოგაკლო პროსტა ქულა. დალშე თუ გინდა გადახედე ფანჩებში, ანუ ამისმა ახალმა და ანუ პლუს 1-მა ტყვიამ პლუს 1 ქულა მოუტანა და შენმა შესრულებამ პროსტა მინუს 1 ქულა შესრულებაში მოგიტანა და სხვა რა დავამატო რა. ვისაც ტრაკი აქვთ, მოდით და გვანახეთ. ეგ არის და ეგ. კიდევ ერთხელ, საღუძე. მადლობა. გნახავთ. ჩვენი მესამე ჟიური, ზური კოკოკლიანი და ხმაური. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ რა, იმიტომ რომ შენი ესე წამოწყობთ მაგათ მიგეცავდები და ძალიან ხარია რაც უფრო მეტი სიახლე იქნება ჩვენ სფეროში, უფრო გაასწორებს რა. რაღაცა ძალიან კეთილები მომიჩვენა რა წინა ორი ჟიური და მე ცოტა მინდა რომ რაღაცა სტროგი ვიყო რა, იმიტომ რომ ამ კაცზე ვერ ვიტყვი მაგ შემთხვევაში ვერაფერს, იმიტომ რომ პირველად მოვისმინე და მაგრამ პელეზე მინდა ვთქვა, რომ აი მგონია, რომ ბევრად ძლიერია პელე, ვიდრე გვაჩვენა რა. ნუ მე ყოველ შემთხვევაში რაც დავინახე რა. მოდი ეგრევე შეფასებაზე გადავალ. სტიჩით დავიწყებ რა. ესე იგი პირველი, მეორე, მესამე რაუნდი ფანჩებში დაუწერდი 10-ს რა, იმიტომ რომ რაღაცა ეს მხარე უფრო მწარე იყო თითქოს რა, ჩემი გადმოსახედიდან რა იქეთ. შესრულებაში დაუწერდი 8-ს და ნუ ტექნიკა მომზადება, აი სტროგი ვიქნები და 6-ს დაუწერ რა, ტექნიკა მომზადებაში. მოკლედ პელეზე გადავალ, ფანჩები 10 ყველა ვარიანტში, შესრულებაც 10 და ტექნიკა მომზადებაში 9 დაუწერე რა, პირველი, მეორე, მესამე რაუნდი. სანამ გამოვაცხადებ შედეგს, მანამ მინდა რომ ორივე არტისტს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. თქვენთან ერთად ხოძე ვარ და მინდა რომ თქვენს გადაგიხადოთ მადლობა, რადგანაც აქ ხართ, სათითაოდ ყველა თქვენგანს, ერთი თქვენთვისაც უეჭველი. ესე დაჯდა ქულები. 75-ით 85 და Raymond Roots-ის პირველი ეპიზოდის პირველი ბეთლის გამარჯვებულია პელე. საბმიშენით მოიდი შეჩემა. ჩავერთე, შენ ხარ ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი არტისტი, რომელიც მე ოდესმე მინახავს აი ამ ფილმზე რა და ძალიან მაგარი ხარ და კიდევ ერთხელ გავამხნევო ჩვენი ძმა. მადლობა, ვინც ვიდეოს ბოლომდე უყურეთ.
თქვენი შეფასება, კომენტარი, ნებისმიერი ემოცია გამოხატეთ Raymond Roots-ის შესახებ და დაასაფორთეთ ბიჭები. Yo!